საქმე დილაბრუნდება პირდაპირ ეთერში. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის ავსტრიის ქალაქ ნიცის უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების ექსპერტი იან ბოემი თბილისშია და სემინარებს ატარებს. ვის აქვს სემინარის დასწრების საშუალება და რა სახის ინფორმაციას მიიღება შეძლებენ ქართველი სტუდენტები. ამის შესახებ ინფორმაციას თავად იან ბოემი მოგაწვდის, ასევე ჩვენი სტუმარი აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, ასევე ირმა ბარბაკაძე, პროგრამის ხელმძღვანელი შემოგვერთა. დილომშვიდობის, მოგესალმებით. ბატონიანთან მექნება შეკითხვა. ბატონიან, რა სახის სემინარები ჩატარდება თბილისში და ვის აქვს საშუალება დაესწროს და რა სახის ინფორმაციას მიიღებენ ისინი? Today we are having a public lecture. It's about lifelong learning, and it consists of different aspects, and one aspect will be lifelong learning as an empirical fact. The second ეს იგი დღევანდელი საჯარო ლექცია ეხება უწყვეტ განათლებას და ჩვენ მიმოვიხილავთ რამდენიმე ასპექტს ამ თემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი იქნება იმპერიული მაჩვენებლები. And the second point is lifelong learning as a political will. The third point და მეორე იქნება უწყვეტი განათლება როგორც პოლიტიკური ნება. And lifelong learning as an ideology. და უწყვეტი განათლება როგორც იდეოლოგია. And the last one is lifelong learning as a chance to develop education. And then I go into the deep and I will just show how to improve informal learning at schools. და მესამე იქნება უწყვეტი განათლება როგორც შანსი გაიუმჯობესოს განათლება ადამიანმა და მე უფრო სიღრმისეულად განვიხილავ როგორ შეიძლება how it can be improved in the schools. Yeah, informal learning. როგორ განხორციელდეს არაფორმალური სწავლება სკოლებში. ბატონიან, თქვენ თბილისში არ იმყოფებით პირველად, ატარებთ სხვადასხვა პროექტებს, ეს არის პირველი სემინარი წელს, თუმცა იცნობთ ქართულ სტუდენტებს, გაქვთ მათთან კონტაქტი. რამდენად არიან დაინტერესებული სწორედ ამ სფეროთი, იმ სემინართან დაკავშირებით, რომელსაც თქვენ ატარებთ? Well, at least my students are very interested. So we have very intensive discussions and we share our knowledge. And it's შემთხვევაში ჩემი სტუდენტები ძალიან არიან დაინტერესებულები და ჩვენ ძალიან სერიოზული დიალოგები და მიმოხილვა გვაქვს საგნის გარშემო. And it's not so that I just inform them about some topics, so it is like a very close and intensive interaction, so both sides can learn a lot from each other. ანუ ეს არ არის მარტო ის რომ მე მათ რაღაცა გარკვეულ თემას ვასწავლი, არამედ ეს გახლავთ ორმხრივი იდეათა გაცვლის პროცესი, ინტენსიური გაცვლის პროცესი და ჩვენ ორივე მხარეს სწავლობთ ერთმანეთისგან. ბატონიან, როგორ შეაფასებდით ზოგადად უწყვეტი განათლების მნიშვნელობას და დონეს, რომელიც დღეს არის საქართველოში? How could you evaluate the level of lifelong learning in Georgia? Well, I would say I need more information to make a general statement. So I can't say really much about this one. სამწუხაროდ ბევრს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ იმისთვის რომ მე რაღაცა გარკვეული მოსაზრება გამოთქვა, უნდა ვიცოდე ბევრი ამ საკითხის გარშემო რა ხდება საქართველოში. No, as I mentioned, there are different levels. So you have to make sure if you want to evaluate the individual level, the institutional level, or the politics. როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე საფეხურისგან შედგება ეს სფერო და ამიტომ გააჩნია, რომელზეც საუბრობთ ინდივიდუალურზე, ორგანიზაციულზე თუ სახელმწიფოებრივ დონეზე. გასაგებია, ბატონ დავით, თქვენს მინდა გითხოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტის განხორციელება, როგორც ქართველი სტუდენტებისთვის, ასევე რომ თქვათ იგივე კომპანიის წარმომადგენლებს, რომ ეს დაესწრებიან ბატონიანის ლექციებს. პროექტის მნიშვნელობაზე მინდა გითხოთ. უპირველეს ყოვლისა მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების ექსპერტი, ევროპელი სპეციალისტი გახლავთ საქართველოში, ის ბატონიანი გახლავთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით ჩვენთან, ის ახორციელებს განათლების კვლევებისა და ადმინისტრების პროგრამას უშუალოდ და მისი გამოცდილება ნამდვილად ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც ყველას არ აქვს მოგეხსენება სტუდენტებს უცხოეთში წასვლის საშუალება, იქ მიიღონ ან გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ შესაბამისი განათლება, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ უმეტეს შემთხვევაში ყოველ სემესტრში ყავდეს უცხოელი სპეციალისტი ჩამოყვანილი, ამ ჯერზე ბატონიანია, მომავალ სასწავლო სემესტრში იქნება კეტუკის უნივერსიტეტის პროფესორი ჩვენთან, რომელსაც იგივე დატვირთვა ექნება, ასე ვთქვათ, როგორც სალექციო კურს გაუძღვება ის და უძღვება პროგრამის მიხედვით, ასევე მას ექნება საჯარო ლექციები, საჯარო სემინარები. აი ეს დისკუსია, ეს სამუშაო რეჟიმი, რომელიცაც დღეს ვთავაზობთ ჩვენს საზოგადოებას, საჯარო ბიბლიოთეკაში პირველ საათზე ესწრებიან განათლების სფეროს წარმომადგენლები, როგორც სახელმწიფო, ასევე სამთავრობო ორგანიზაციებიდან, ესწრებიან სტუდენტები და ყველას ვიწვევთ კომპანიის წარმომადგენლებს, არაერთი კომპანიის ხელმძღვანელი. ბატონ დავით, რეგისტრაცია საჭირო არ არის, იქნება თავისუფალი დასწრება და ნებისმიერ მსურველს რეგისტრაცია არ მოითხოვს, არავითარი შეზღუდვა არ გვაქვს.
პირიქით ვინც არის დაინტერესებული, დასწრება თავისუფალია. ნებისმიერი კითხვა, რომელიც გაუჩნდება მას ამ თემასთან დაკავშირებით, როგორც აწეწდება უწყვეტი განათლება, საერთოდ რა სიჩნეავს ეს და ბევრს შეიძლება კითხვაც გაუჩნდეს, იმიტომ რომ საქართველოში ეს მხარე განათლებისა ეხლა იღებს, ასე ვთქვათ, რაღაც სიჩქარეებს ეხლა უმატებს. იქიდან გამომდინარე, ძალიან აქტუალურია ესეთი სპეციალისტის აზრი და მისი სემინარის მოსვლა. გაბატონებმა თქვენ ხართ პროექტის ხელმძღვანელი და ასევე ბატონიანი კითხულობს ლექციას ევროპის უნივერსიტეტში. სალექციო კურსი აქვს მას უკაცრავად ინტენსიური. რამდენად დიდი იქნება დაინტერესება, როგორ ფიქრობთ სტუდენტებში, ქართულ სტუდენტებში, რომ დაესწრონ ამ სემინარებს და ზოგადად ამ სახის კვლევა თუ არის ჩატარებული, პირველად არ ტარდება მსგავსი სემინარები, ამიტომ გეკითხებით, რამდენად დიდია ხოლმე დაინტერესება და ინტერესი. დიახ, ბატონი იანი მოწვეული გახლავთ, როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა, განათლების ადმინისტრირებისა და კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსზე ერთ-ერთი საგნის პროფესორად. ასევე ყავდა კენტუკის პროფესორი, რომელიც ასევე ბატონმა დავითმა ახსენა და შემდეგ სემესტრში ჩამოდის, წინა სემესტრში ყავდა მოწვეული და მანაც წაიკითხა ინტენსიური კურსი. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას დაინტერესებულ სტუდენტებს დაესწრონ მათ მივცეთ ეს შანსი რომ დაესწრონ მათ ლექციებს ისევე როგორც ჩვენი კონკრეტული სტუდენტები და გქონდა წინა შემთხვევაში წინა პროფესორის შემთხვევაში გქონდა ესეთი გამოცდილება რომ სხვა სტუდენტებიც დაესწრნენ და მათ მიიღეს სერტიფიკატი. ანუ თუ ჩვენი სტუდენტებისთვის ეს არის სავალდებულო ჩვეულებრივი პროგრამით გათვალისწინებული კურსი, რომელთაც იღებენ კრედიტს, მათთვის ეს იყო თავისუფალი დასწრება და მიიღეს სერტიფიკატი. ამიტომ ნებისმიერ ჩვენ ვაცხადებთ ხოლმე ჩვენს უნივერსიტეტის ვებგვერდზეც, Facebook-ის დახმარებითაც ვაცხადებთ ხოლმე ამ კურსის დაწყების თარიღს და ვაძლევთ მათ საშუალებას მოვიდნენ და დაესწრონ. სემინარი დღეს ჩატარდება, დღეს იქნება თუ რამდენიმე დღეს გაგრძელდება? ეს საჯარო სემინარი იქნება დღეს, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ ის კურსი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ხორციელდება გადაბმულად 10 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად დღეში 3-4 საათი. რაც შეეხება სემინარებს, რა პერიოდულობით ტარდება ხოლმე? ამ ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ დღევანდელი სემინარი იქნება თუ კიდევ ჩატარდება? ბატონ იანს მიყავს სალექციო კურსი, მისი თემა გახლავთ განათლების თანამედროვე ტექნოლოგიები და მთელი 20 დღის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში სატარებს ლექციებს ყოველ დღე და ეს ვიგულისხმევთ ჩვენ რომ იქ არის დასწრება თავისუფალი მსმენელის რანგში ნებისმიერ შეუძლია სტუდენტზე მაქვს საუბარი რა თქმა უნდა დაესწროს, მაგრამ ესეთი ტიპის სემინარი რომელიც საჯაროა, ესეთი საყოველთაოა, სემესტრში ერთხელ ვატარებთ და შესაბამისად ბატონიანი წელს უძღვება ამ სემინარს და ძალიან საინტერესო სემინარი გველის დაწესება. რამდენად ხშირად ჩამოყავთ ხოლმე პროფესიონალი, ასე ვთქვათ, ექსპერტები, განათლების ექსპერტები თბილისში? აი განათლები, რადგან ჩვენ გვაქვს განათლების კვლევების და ადმინისტრების სამაგისტრო პროგრამა, ამიტომ ჩვენთვის ძალიან აქტუალურია განათლების ექსპერტებმა ხშირად მიიღონ მონაწილეობა უშუალოდ როგორც პროგრამის განხორციელებაში, ასევე საერთო და საყოველთაო ღონისძიებებში, ასე რომ ჩვენ ყოველ სემესტრზე ჩამოგვყავს უცხოელი სპეციალისტები და ამას უფრო მეტი მასშტაბები მიეცემა, რაც დრო გავა, რადგანაც ვხედავთ რომ დაინტერესება საკმაოდ. და ამ შემთხვევაში ძალიან კარგია რომ არა მხოლოდ თქვენი უნივერსიტეტის, არამედ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც. ეს ხო საერთო საქმეა, ეხლა არ არის მარტო ერთ პროგრამაზე საუბარი, ამიტომ ეს ძალიან დიდ სარგებელს მოგცემს. ბატონია, თქვენ უკითხოთ ქართულ სტუდენტებს ლექციებს. კმაყოფილი ხართ მათი მუშაობით? You conduct lectures with Georgian students. How satisfied you are with what they do? Well, if I compare it to my Austrian and German students, the students are much more engaged. They are much more curious. თუ შევადარებთ ჩემ ავსტრიელ და გერმანელ სტუდენტებს, ქართველი სტუდენტები უფრო ბევრად არიან ჩართული და დაინტერესებული. So our lectures are very intensive. და ძალიან ინტენსიურია ჩვენი ლექციები. დიდი მადლობა. ბატონ დავით, გასაგებია რომ ბატონიანს დონეზე ვკითხე ზოგადად, თუმცა მას იმდენი ინფორმაცია არ აქვს, თქვათ, ქართული განათლების დონესთან დაკავშირებით, რაც ინტენსიურ სწავლებას ეხება. თქვენ მინდა კითხოთ, თქვენ როგორ შეაფასებდით დღეს რა ვითარება ამ კუთხით საქართველოში? უწყვეტ სწავლებას გულისხმობ. ну, ნახეთ, ის თქვა შეიძლება სტუდენტები ამ კუთხით ну, არ ღირსებაზე გამოყოფა ხარ რომ იცით რა არის დონე რომელიც შეიძლება დაიყო ერქვა საშუალო ან ძალიან კარგი ან ძალიან ცუდი არის სეგმენტი რომელიც მუდამარი დაინტერესებული თავის თავზე მუშაობით, განვითარებით და ის ყოველთვის ეძებს კარგ სასარგებლო ღონისძიებას, სასარგებლო თემას, როგორ? სეგმენტი არის საკმაოდ პატარა, მე ამას გულისხმობდი, შედარებით ევროპის ქვეყნებში. ამიტომ მარტო სტუდენტებზე ჩვენ მე პირადად მიმაჩნია რომ ხელის გაშვია ისინი მათ არ აინტერესებთ, მეგონი ჩვენ უნდა დავაინტერესოთ. ჩვენ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტად,
რომ მათმა იგრძნონ, რომ აქ დიდი სარგებელი ელოდებათ და აქედან გამომდინარე, რაც მეტი ექნებათ მათ ინტერესი, ამითაც ჩვენ მათ мотиваციას გავუღვევთ. ძალიან დიდი მადლობა. იან ბოემი იყო ჩვენი სტუმარი, ასევე დავით ჩერქეზიშვილი და მირმა ბარბაქაძე. დღეს პირველ საათზე საკმაოდ საინტერესო ლექცია ელოდებათ დაინტერესებულ პირებს საჯარო ბიბლიოთეკაში, ასე რომ მოუწოდებ სტუდენტებს და არა მარტო მათ, რომ დაესწრონ ამ ლექციას და გაიგონ ძალიან ბევრი რამ განათლების შესახებ, თანამედროვე განათლების შესახებ. ჩვენ კი მოკლე პაუზის შემდეგ დაგიბრუნდებით. მადლობა.